მოგესალმებით ყველას. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებულ პიროვნებასთან მაქვს თუ არა განვითარების პერსპექტივა. არსებული გაშლა არის საჯარო, შესაძლებელი არის ყველასთან 100%-ით არ ეზონირდეს, ამისთვის არსებობს პირადი კონსულტაციები, სადაც შეგიძლიათ მომმართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მოდით ვნახოთ კონკრეტულად სამი სიტუაცია, სამი ადამიანი, სამი მდგომარეობა. ენერგობალანსირებისთვის საჭირო არის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, მათვისაც ჩემი არხის გამოწერა ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. მას შესაძლოა პირველ ვარიანტთან განვითარების პერსპექტივა გაქვთ თუ არა არსებულ ურთიერთობაში, ან თუნდაც საწყის ეტაპზე მეორე ვარიანტი და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ვინც ვერ მოასწრეთ არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს არსებულ სიტუაციაში ურთიერთობას აქვს თუ არა განვითარების პერსპექტივა, ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ბოლომდე 100%-ით პერსპექტიული რომ იყოს, თქო, მსგავსი რაღაცა არ არის. ანუ არსებულ ურთიერთობაში და არსებულ კავშირში საჭირო არის უფრო მეტი ბრძოლის უნარიანობის გამოვლინება, ხო? იმაზე უფრო მეტი სირთულეების გადალახვა შეიძლება იყოს საჭირო, ვიდრე განსაზღვრული გაქვს, ვიდრე საერთოდ ფიქრობ და წარმოდგენა გაქვს, ხო? იდეაში თუ ძალიან ბევრი ბრძოლის უნარიანობა მოხდება, ძალიან ბევრი დაბრკოლებები იქნება გადალახული და თქვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ნერვული სისტემა ჩანს აღმდგომარეობაში, შეგინარჩუნდებათ, ესე ვთქვათ, ხო და გაუძლებთ ამ ყველაფერს, შესაძლებელი არის რომ ერთად იყოთ. უბრალოდ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, სანამ კონკრეტულად უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგავთ. გიღირთ ეს ყველაფერია მათ, ნამდვილად გინდათ ეს ყველაფერი, უფრო მეტი დაფიქრება განახორციელეთ. რო გიმთხრა, რომ ძალიან პერსპექტიული არის, თქო და გასაგიჟებელი სიტუაცია არის, რომ კი, თქო, მთლად მსგავს რამეს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ბევრი სირთულეები იქნება ცხოვრებისეულად, რომელსაც უბრალოდ უფრო მეტად რეალურად უნდა შეხედო ყველაფერ სიტუაციებს, ესე ვიტყოდი. გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს შესაძლებელი არის ურთიერთობაში ხშირად გქონდეთ რაღაც შინაგანი მღელვარების მდგომარეობა, როდესაც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული ეს ნამდვილად ის არის თუ არა, რაც გინდა, ან უშუალოდ ნამდვილად სანდო არის თუ არა ეს ადამიანი. შინაგანად შიში შეიძლება გქონდეს ღალატის მომენტისაში, შეიძლება გქონდეს რომ რაღაც ისე ვერ არის ურთიერთობაში გაურკვევლობის კუთხით. ანუ პერსპექტიული არის თუ არა ურთიერთობა, ესეთ რამეს ვეტყოდი. თქვენ შინაგან შიშებს არ მისცეთ უფლება, რომ თქვენ მთლიანად მოგეცვათ სიტუაციურად, უფრო მეტად გამბედავი იყავი და იცხოვრე ახალი სიტუაციებით. წარსულის ეულ თემებს ნუ ეყრდნობი, აი წარსულში რა იყო და როგორ იყო, ის რჩება წარსულის თემაში. შენ რეალურად გჭირდება რომ გადალახო არსებული ბარიერები, არსებული შიშის თემები, რომლებიც შეიძლება გქონდეს ურთიერთობასა და ნდობასთან დაკავშირებით და შემდეგ ისე იმოქმედო. თუ კი რაღაცა მომენტში ერთხელ არ გაგიმართლა ისე როგორც შენ გინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შეიძლება ცუდი იყოს სიტუაციური კუთხით. შანსები განვითარების არის, დიდი ნახტომის მდგომარეობა შესაძლებელი არ იყოს ურთიერთობის კუთხით, უბრალოდ კარგად დაფიქრდი ურთიერთობაში დააკვირდი ბევრ რამეს, ანუ უფრო მეტად დაირწმუნე საკუთარი თავი ეს ნამდვილად გინდა თუ არ გინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შიშის ფაქტორები არის და უნდობლობის თემები შეიძლება გქონდეთ ურთიერთობების კუთხით. და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტზე ავტომატურად ორი კარტი წამოვიდა, ხო? მესამე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კი, პირდაპირ მოვიდა. უნდა პირდაპირ სიტუაციურად ვიტყოს ეს რაღაცას, რომ განვითარებადი არის და უფრო მეტსაც ვიტყვი, უფრო იმაზე ძლიერი კავშირი შეიძლება იყოს თქვენ შორის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ანუ ისინი, ვინც ასე ვთქვათ, იყოფებით უკვე სტატუსის მდგომარეობაში, შესაძლებელი არის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, პირობითად ხართ დანიშნულები, შესაძლებელი არის გადახვიდეთ უკვე ქორწილის მდგომარეობაში, ხო, პირობითად ხართ შეყვარებულები დაინიშნოთ და ასე შემდეგ. ანუ იდეაში პერსპექტიული ნამდვილად არის არსებული ურთიერთობა,
განსაკუთრებით მიჩვენებს, რომ ცეცხლოვანი სტიქი არის თქვენ ორივესთვის მეტად აქტიური და მეტი მოქმედებებისკენ მოგიწოდებთ სიტუაციები. ერთადერთი მომენტი, რაც არის, ზედმეტად სწრაფად ნუღებულობთ გადაწყვეტილებას და ზედმეტად სწრაფი რეაგირება, გაქვთ ხოლმე აფექტური მდგომარეობის კუთხით. ანუ სანამ რაიმეს გააკეთებთ ან იტყვით ორივე, უფრო მეტად დაფიქრდით და უფრო მეტად გაიაზრეთ, ეს რამდენად შეიძლება სწორი იყოს თქვენი მხრიდან, ან რამდენად არა. აქ ხშირად შესაძლებელი არ იყოს ეგოისტური გამოვლინებები და ამ ეგოისტური გამოვლინებების ფონზე ცოტათი დისკომფორტის თემები გქონდეთ ორივეს. იდეაში განვითარების პერსპექტივა არის, უბრალოდ მეტი, ასე ვთქვათ, გჭირდებათ შეწყობა ხასიათების კუთხით და მეტი სიტუაციური გაგების მომენტი ორივეს მხრიდან. აი ესეთი ყო არსებული ვარიანტები, გესურვებთ წარმატებას და ბედნიერებას ნახვამდის.